ბოლიდები ძალიან სწრაფია და სამართავად რთული. ეს იქნება სეზონის სავსე ავარიებით. გავრისკავ და ვიტყვი, რომ გაგვიმართლებს თუ რაიმე მართლა სერიოზული არ მოხდება. აირტონ სენას და როლანდ რაცენბერგერის ტრაგიკული დაღუპვიდან 31 წელი გავიდა. ბრაზილიელის ნათქვამი ეს სიტყვები კი წინასწარმეტყველებას ავიჯღერს. ფორმულა 1-ის 1994 წლის სეზონს წინ უძღოდა ბოლიდებზე ყველა სახის ელექტრონიკის აკრძალვა. ამის მიზეზი რეალურად 92-13 წლებში უილიამსის გუნდის არნახული დომინირება იყო. ცვლილებები სწორედ მათი ბოლიდების შენელებას ემსახურებოდა. თუმცა ეს მოინათლა როგორც პილოტის როლის გაზრდის მნიშვნელობა ბოლიდების მართვაში. ფიამ საბოლოო ჯამში თავის მიზანს მიაღწია, მაგრამ სამაგიეროდ მიიღო სწრაფი და სამართავად რთული ბოლიდები. მოსახვევში ვარიანტე ბასა რუბენს ბარიკელო უმძიმეს ავარიაში მოყვა. მისი ბოლიდი ქერბზე აფრინდა და დამცავ ღობეს შეასკდა. ავარიის შედეგად ბრაზილიელმა ენა გადაყლაპა და გარკვეული დროით სუნთქვაც შეწყვიტა. რომ არა ფორმულა 1-ის მთავარი ექიმის სიდ უოტკინსის სწრაფი მოქმედება ბარიკელო ვერ გადარჩებოდა. როლანდ რაცენბერგერის ბოლიდზე წინა ფრთა დაზიანდა. ვილნევის სახელობის სწრაფი მოსახვევის გავლისას ფრთა ჩამოვარდა და წინა ბორბლების ქვეშ მოექცა. ბორბლებმა ტრასის საფართან კონტაქტი დაკარგეს და ბოლიდიც უმართავი გახდა. ავსტრიელ პილოტს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მისი ბოლიდი 314 კმ/სთ სიჩქარით მოპირდაპირე ბეტონის კედელს დაეჯახა. რაცენბერგერმა 3 სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა მიიღო. აორტის გახეთქვა, კოკპიტის დაზიანებისგან მიღებული ბლაგვი ტრავმები და ფუძის მოტეხილობა. აირტონ სენას სიკვდილის მიზეზი ცნობილია. ის ქალატვინის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა, როდესაც ავარიის დროს ბოლიდის მოგლეჯილი ბორბალი თავში მოხვდა, ხოლო დაკიდების ფრაგმენტებმა ჩაფხუტში შეაღწიეს და ასევე ტვინის და საფეთქლის არტერიის დაზიანება გამოიწვიეს. მაგრამ მისი ბოლიდის ტრასიდან გადავარდნის ზუსტი მიზეზი გამოძიებამ ვერ დაადგინა. სავარაუდო ვერსიებიდან ორი სახელდება: ბოლიდზე საჭის მექანიზმის დაზიანება და ზედმეტად დაბალი კლირენსის გამო ტრასის უსწორმასწორობებზე გადავლისას ბოლიდზე კონტროლის დაკარგვა. 1994 წლის სან-მარინოს გრან-პრი იმოლაზე ბევრი თვალსაზრისით გარდამტეხია ფორმულა 1-ისთვის. მაგრამ შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, იმდროინდელი უსაფრთხოების ნორმების და წესების გათვალისწინებით. ჩემის აზრით ნაწილობრივ კი. საქმე იმაშია, რომ როლანდ რაცენბერგერის სიკვდილი ტექნიკურად დაფიქსირებული არა ტრასაზე, არამედ სამედიცინო ვერტმფრენში. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი 3 სხვადასხვა დაზიანება ერთდროულად მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. უშუალო ტრასაზე სიკვდილის დაფიქსირების შემთხვევაში იტალიური კანონმდებლობით ყველა მომდევნო ღონისძიება გაუქმდებოდა და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა. შესაბამისად, ვეღარ რბოლა გაიმართებოდა. მაგრამ რბოლის გაუქმება დიდ ფინანსურ ზარალს ნიშნავდა, რაც ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების მფლობელი ბერნი ეკლსტოუნისთვის და მისი ძველი მეგობრის, იმ დროს ფიას პრეზიდენტი მაქს მოზლისთვის მიუღებელი იყო. ფიქრობ, რომ მათ შეეძლოთ ზეგავლენის მოხდენა პროცესებზე ფინანსური ზარალის თავიდან ასარიდებლად. რადგან იმოლას ავტოდრომზე რბოლა გვიახლოვდება, პადოკის ისტორიებზე კიდევ დაიდება რამდენიმე ვიდეო ისტორია აირტონ სენას შესახებ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ უკვე YouTube-ზეც ვართ, არხის ბმულს კომენტარებში ნახავთ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ იქაც გამოგვიწეროთ, ეს პროექტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აირტონ სენას მაიცურების შესახებ ინფორმაციას კომენტარებში დაგხვდებათ. ეს პადოკის ისტორიებია და ჩვენ საუბრობთ ფორმულა 1-ის შესახებ დროებით.